ესე დგას საკითხი, რომ ინდუსები აღარ მომიტანენ, ქართველები დასაქმდებიან და რაღაცა 12 ლარიანი შაურმა რომ უნდა მოეტანა 13 ლარად თუ მომიტანენ. ოღონ მაგის შედეგი ის იქნება, რომ ქართველი მომიტანს. რავი, გაძვირდეს. პირდაპირ ეგრე უნდა დავაყენოთ საკითხი. საერთოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი დებულება კიდე ჩამოსახალიბებელი რა. საქართველოში გაძვირდა მუშახელი. ამაზე რომ ვიღაცა ნერვიულობს, ეგ არის შტერობა. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს. იმიტომ რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდა ნიშნავს, რომ ქართველს მაღალი ხელფასი აქვს უფრო. ანუ ხელფასი რომ მოგემატოთ თქვენ ხალხო, მაგას ქვია გაძვირდა მუშახელი. და ეგ როგორ ხერხდება? ვიღაცა უცხოტომელები არ უნდა შემოყარო აქ, რომლებიც რაღაც ერთ ჯამ ბრინჯზე და სადღაც მატრასზე ძილზე რომ მუშაობენ. ეგეთი ხალხი არ უნდა შემოუშვა. რაღაცა ინტერნაციონალური ჰაბი კი არა გვაქვს აქ, საქართველო გვაქვს. შენ უნდა დაუყენო შენ ბიზნეს საკითხი ისე, რომ ეთილინებეთ, ქართველები დაასაქმეთ და ქართველები თუ მათხოვრულ ხელფასზე ხოი საოძრებავ არ მუშაობენ, გაუზარდეთ ხელფასს.